ჩემი საყვარელი მეთოდია ქუთაისზე ნახა პანკი. ქუჩაში პარკში. ნუ ახლა წარმოუდგენელია ქუთაისში პანკი, ახლა იმ უცხოელია, კლიენტი თავი გადაბარსული, ხვითლად შეღებილი თმა, გადაბარსული ლურჯად, გადაბარსული ზოლებად შეღებ. მიაშტერდა ეს კაცი აფრთხება რას. ეს ბიჭი უხერხულში ჩავა, რას მოშტერები ხარ ზიო? ახალგაზრდობაზე არ გიშტერავებია, ო. და არ გიშტერავებია, ვიცია. მე თუ არ ვიშტერავები, აბა ვიშტერავები. იმნაირად ვთვალებდა. ერთხელ ქუთაისი გორაზო ფარშავანგი დადოდა და დევიჭირა და მთელი ყალბა ხმარობდა და ჩემი მოშხარ გონია რომ გაკვირდებოდა. იმერეთში არის ქელეხი. ქელეხია და ჯვარი აკაურობას. არის 300 კაციანი ქელეხია რაც. ქელეხია, გაში 300 კაცი და 112 წლის ქალბატონია დაღუპული არ ახსოვს. არც მეზობელს, არა ამ ქალბატონის შვილს ქვია გენო. ეს გენოს კი 90 წლს. ასე უწევს, ადრე გათხოვია ეს ქალბატონი. ხოდა ქელეხია 300 კაცი თამადა წამოდგა, ფეხზე აღა იბერელი თამადა და ეს 300 კაცს მოუწოდებს ქალბატონებო და ბატონებო, ჩემო მაგიდის წევრებო, მოწვეულო სტუმრებო, ნარჩეო საზოგადოებაო. 300-ვე კაცი გატრონულია კაც. შევხედოთ გენოს. ტირის გენო. განადგურებულია გენო. იზია ლაპარაკი. და 300 კაცის მზერა გადადის გენოზე და გენოს უკავია კორკოტის ჭიქა ხელში. უარ გადმოდის ხო? ხონდა კი მის მეორე ადგილი რო ავიღე ჭიდაობაში და მილოცავდა ხალხი და სამი ვიყავით სულ ჩემწონის კატეგორიაში. ერთი არ გამოცხადა, ერთთან გიძავაგეთ ხო და ასე გავხდი. ასე ვიცი სპორტი დაახლოებით კლინიკურ სამოწყობოში მიყვნენ თავგატეხილი კაცი, ჩემი მეზობელი თავი ყოდა დატეხი. გადაუბიტენ შეუხვიენ თავი და რამდენი კიდევ 30 ლარი მინდა შევ არ გაგიჟდიო. 10 ლარი ერმა მევალემ გამიტეხა თავი. სიძე შევიდა ახალი. ო მაგარი. და მიდის кейფი და ეს ხო იცით ახლა ახალი სიძე და სუფრა გაშლილი და ყველა სადღეგრძელო მიდის აბა სიძის მშობლებს გაუმარჯოს, სიძის თამადობით პატარებს გაუმარჯოს, სიძის თამადობით დიდებს გაუმარჯოს. ყველაფერში სიძე არის და კაი შეზარხოშებულია უკვე ყველა ნასვამები არიან, კაი ბლომად და ჯუბა ქვია სიძეს, ჯუბა ხო და შემოვიდა მეზობელი. დაგვიანებული ახ შემოეწრო ერთი 2 საათის მერე და ხო ეს ღიმერე ზოგადად ყველგან ეგრე ვიცით რომ ბოდიშიო ახლა თქვენო ბევრ სადღეგრძელო სიტყოდითო მე ახლა ყველასო ვერ დავლეო ხო და მოდიო უფალს დავლოცაო და ოჯახს უფროს ეუნება გეშვი უფალს ჯუბია დამილოცი ვინა და მივიდა და გადაკოსდა ვინა ხარ ბიზი ამნაირ უფალო გადადეს და შენ თავი რო დამალოცინეს შენ გავწოვდი 2002-ში მამა გარდამეცვალა და ჩასული ვარ ქუთაისში და ნაცნობი შევხვდა ახლა არც ისე ახლობელი არც ისე ძმაკაცი რა ნაცნობი და გამარჯობა ზური როგორ ახლა? კარგად მეუთხარ. წვერი რატო გაქო მოშვებული? 3 თვის გარდაცვლილი მყავს მამა. მეუთხარი მამა გარდამეცვალა და წვერი. მე მამა შენი გპარსავდა წვერს რა? წრება ჯოჯოხეთში. ხო. 10-ია ყველაფერი ტრიბუნასთან დგას, ესე იგი დამხო იმდეს პატარა ისკაკუნოთ თავზე ყველაფერი. ხო და რა ვქნაო, რას მიშობი? ხო. მამა ღმერთმო, საფინანსო რევიზია გამომიგზავნა. წმინდა მიქაელი და წმინდა გაბრიელი ჩამოდიენო ხვალ. რა ბანახო? ხვაბებიო გაუხეხავი. კუპრი არ ცხელდება. წყალი არ დუღდება. ენერგოპროსთან და სოკართან ხაშეკილება გაფორმებული არა გახდა. შეშა მომალაგებული არა გახდა. ხო. ფიცლები გაურეცხავია. სარები გაუთლელი არის ხალხი ვერ ჩამომუწია. ასაპირებს გავაგებიეთო და ამდენ შემოდის პატარაიშ ვაგუნა ბებიერი გამოტეხილი პარკი. აი თაგვარი. ბატონო რა იყო და სულების სასწორიდან ახალი მიცვალებულები გამოგვიგზავნენ და საწევი ვიყვანოთ. საიდან არიანო და ქუთაის და ხო გითხარით ქუთაისლები თქვენ დედავატირი არ გააკარა ჯოჯოხეთში. ჩვენი ჯოჯოხეთი მგელისთვის 60 არია და დააბრუნე უკან მაგ ტიტანიკი ჩაიძირება მოკლედ და ამ ტიტანიკზე რატომღაც აღმოჩნდება ჭიჭიკია. ხო. და კლაუდია შიფერიც. ოჰო. იმ დროს ვიზედაც იყო ამ წლებზე ნუ გამომეგიდებით 100-ია რა. ხო და აღმოჩნდება მოკლედ ესე და ეს ჩაიძირება ხა რა თქმა უნდა რა ჩვეულებრივი ამბავია ტიტანიკის სუიძირება კინოში, თეატრში და რეალობაში სუიძი მაგაზე უიღბლოგემის დედავატირზე სუიძირება. ამდენჯერაც ამ დანახო და სადაც ამ დაიგითხო და მოკლედ ჩაიძირა და ამათმა რაღაცნაირად გამოსურეს და უკაცრიელ კუნძულზე მივიდნენ რა. ეგ ამბავია და მივიდნენ და ძალიან უნდა ბიჭო რა ძალიან მოწონს ეს ქალი რა.
ხო, მაგრამ ახლა ეს კალი ბუსარი ჯენს, ახლა ზაჯიჯიგია. ნანათხოვარი სახით დადის და სადისა და სადესა. როგორ და არა, შენგენაცვალე ეუბნება რომ მაინცო ბიჭო ისავართო აქ ერთად არავინ არ დაგვინახავს თქვენო. არა გადი აქ გავიდა კარჩი 6 თვე 7 თვე 8 თვე ამბავი რაღაცა გავიდა და იფიქრა რა მაინც უკაცოდ კვდები მაგის დედაცვატირე რაც იქნებაო და კაროჩე დავწვევიო ამასთანო რა არ მიწერიაო არაფერიო რა აქედან წასვლაო და დავწვევიო და გადაწყვეტეს და მართლაც აი ეს იმაზე რა ქვია პალმების ფოთლები გაშალეს კარგად ზღვის პირას ცეცხლი დაანთეს ლამაზად და ეს პეიზაჟი არის ძალიან მეტი არაფერი არის და აპიაც მორე ამბავია და ხო და ეს და კარგად ჩაამთავრეს ეს ყველაფერი რა ეს პროცესი და ახლა ეს ეუნება ლავდიაო გაუშინაო მეძია ქანე მოდია ქანე დამადია გერგო თავი აგერ დამადე თავი ნამანაც ახლა ხო იცი ხალია და მომბა რაღაცა და შეუყვარდა რაღაცა და თხოვნა მაქო შენთან ერთიო რა გინდა მითხარ რა უნდა მთხოვ აქ რა უნდა მთხოვ შეგენაც რა გინდა ასაც გინდა გავაკეთო აგერო ეს რო ბჟუტავს ეს ისო რა ქვია ცეცხლი რო ბჟუტავს მიდიო იქო შენგენაცვალეო და იმ ნახშირითო ასე გაიკეთე ასე გააკეთე უღაშებიო ეგ არის მარტო შენ თქო მე დაფერ ეგ არისო და მივიდა ახლა იმენა გაიკეთა შენ აი წამოდგა იჯიგია და უყურებს და ასეთ სახით უყურებს და ვიჯიგია რა ქალ ჩემი დედაო უცებ აღმოჩნდით ძალიან მაგარ მოედანზე ულამაზესი მოედანია იქ მიდის მდინარე ელბა გადასარევი გადასახედია რაღაცა და ეს რა მოედანიაო ამოილუღლუღა ერთ-ერთმა და უკვე ახლა გიდიხარ ო ეს არის დამოუკიდებლობის მოედანი ვთქვი იმიტომ რომ სოფლიოში ყველა მოედანი ან დამოუკიდებლობისა ან თავისუფლებისა მაგრამ ერთ და იგივეა პრინციპში ხო და ვიფიქრე ხო ახლა ეს ვიცი დამოუკიდებლობის მოედანია არა თქვა ისა რა ქვია ერთმა ისა სილქნეთის დირექტორია ჩვენთან იმერეთში ქალბატონი ირინა ონიანი არ არის ეს დამოუკიდებლობის მოედანი თქვენ რა ის ქალბატონო ირინა ვეუბნები ეს არის გოეთეს მოედანი და აქედან უყვარდა გოეთეს გადახედვა ელბაზეო და ნაწარმოებებში დაწერილი აქედან და უი ეს საიდან იციო საიდან ვიცი და აგერ რუს ტურისტებს ნამდვილი გიდი ყავდა იმგეს უსმენდი ნამდვილი გიდი ყავდა და უკვე გასაგებია ჩემი გიდობის ამბავი ეს თქვა თუ არა ზუსტად 2 წუთში რა შუაში იყო ქალბატონი ირინას დასჯა მაგრამ ზუსტად 2 წუთში წაიქცა ქალბატონი ირინა სადაც კიბეებს წამოედო ისე დაეცა 2 ქალს მოყავდა გაკაებული 3 დღე მერე ხო და ესე მოუტრიალდი და ასე უცებ ღმერთმა არ ვიცი რა გადაუხადა სამაგიერო მოუტრიალდი და აი გიდის წინ მარბენალ კვიც რაღაცა და ესეა ჩემი გიდობა ჭიჭიკია უყურებს პორნოგრაფიულ ფილმს და პორნოგრაფიულ ფილმში არის ამნაირი სიუჟეტი შემოდის პუტანკა მაგარი ქალი და ჭიჭიკია იღებს ფულს და აძლევს რატო უყურებ 9 ჯერ რატო აბრუნებ მე ვასე მოვპუტანკა აბრატა ფულს Короче. Короче, это ძმაგაცი დაბადებით ხექონა. და მეც დამაჯიჟე და ვიყავი რესტორანში. დავლია მარხელაჭიკა სამიჭიკა თეთრი. თავს მიდრე არის უკვე და ასე დავლია ასე. და მე ვიყავ მეორე სართულზე. და მან იყო ერთი ბიჭი. გრძელი თმა აქვს. და მე მივიდე მის უკან და მოხი ასე ხელი ასე. და იმ ბიჭი მიყურებს ასე. და მეთქი დემერხავ ვახ და იმ ბიჭი მითხარი what are you doing bro მეგონა იგი იმ ბიჭი ეგონა მე ქართული არის და ინგლისური მითხარი რას აკეთებს ძმაო და მეთქი извини брат извини брат და იგი შემეშა გრძელი თმა როგორ და მეთქი გოგო იყო ასე ერთ მშვენი ერთ დღეს მაგარ ნახვა მდგომარეობაში მივედი სახში. ესე იგი იმნაირი მთვრალი ვიყავი ბებიების და ბაბუების პარლეულის სკოლის ჯგუფელების ადრეზე უნამბოდა დალეული. რაც არ მეინახა რა ჭუაზე ვქნებოდი და ჩემი და არის გაუთხოვარი. როცა მივდივარ სახში ხუმრობით მეყარს გახუბრება
ხო ვერ გაგაგდეს სახლიდან და ხო ვერ გაგათხოვე და სლეკა მიყვარს პანგურის ამო. ბიჭო უყურებ სოფელში გეგუჩი ფლოშადი ეფარება და ზურგი პირდაპირ ხალათი ჟაკეტი ჩემი და მგონია თურმე ჩემი დის ხალათი და ჟაკეტი აცვია და ზურგი დგას და რო გამოვიარე თან 6 დღე მყავდა სახში სტუმრად და ისე და ეთქვა ეგი ხო ვერ გავაგდი აქედან თქვა და ეთქეს ლეკა მოარდა აგურთქვა და შვილებს ვიცავა ვერ მოვსომა სინდროლეში და რო თხლიზე პანგური პინგ-პონგის ბურთი ვიტყუნავდა 9 საათი და შემოbrunდა ვიდეო არ შევჭა სიდები ხელში შვილებს ვიცავარ ეგი თელმაკველა გაზეთში გამომწერენ და ტელევიზიაში არ გამოვცხადები ვარ და მეთქი რა ჭირდება მეორე დღეს მომყავს წყალტუბოში რა ვამევიღებ ხოს პარტიზანი ვითავარ დადუმებული მანქანაში და მის შემდეგ ჩემი სიდედრი საკუთარი ხალათით და ჟაკეტით დადის ჩემ ოჯახში ჩინეთიდან ჩემევიდი საქართველოში პირველი წელი არის 2015 წელი ჩემევიდი აქეთ პირველი და მაგ დროს გევიარე რა მთელი საქართველო და მე მოვედი 2018 წელზე და იქ ვიფიქრე აქ რო დავრჩები საქართველოში იმიტომ ძალიან მაგარი ქალაქი არის ქვეყანა ძალიან მაგარია საქართველო ყველაფერია კიდევ დავრჩები ქუთაისური ვისწავლი ესე იგი ბიჭებს მოუნდათ კეიფი და კარგიო წავიდეთო საღამოსო რესტორანში მიქერიდოთ და ვახშმოთო და წავიდნენ შეიკრიბნენ რამდენიმე ბიჭი და წავიდნენ ახლა ის ქუთაისელები რესტორანში მივიდნენ და დაახდნენ კარგი სუფრა გაიშალა და აბა ეს მოგვიტანეთ და აბა ის მოგვიტანეთ და რაღაცა და ნუ რა თქმა უნდა მოიტანეს გაიწყო კარგი სუფრა და ივახშმეს იქეიფეს მოილხინეს და ეხლა გადახტაზე მივიდა საქმე და ერთ-ერთი დაწინაურდა და მივიდა ეხლა იქ ვიჩთან ვინც ემსახურებოდა და ეუბნება რომ ეხლა ვითხარიო რამდენი არის ჩვენზე გადასახდები რამდენი არისო და 4 და 50 ნადეთი რაო ამისანა სუფრა ხო არაფერი გეშლება არა მეშლება ეს ასე არისო ну ახლა იქეთ იყო აბიჭყვა ძალიან გაკურვებული მაგრამ ну რაც უთხრა ახლა ის მიაჯინდა რომ არა 4 დახევარია მეტი არა 4 და 50 გადაიხადა წარმოვიდა ეს ამბავი ახლა უცებ გაჟღერდა ქუთაისში რომ აბა და ამ რესტორანში ეს ასეთი სუფრა გაიშალა და გადაახტებიეს 4 და 50 ახლა უცებ კიდე მეორე დღეს ახლა ასეთი რაღაცა ხდება უცებ ახლა მეტი რაოდენობის ამეგობრო შეიკრიბა და წავიდნენ კიდევ რესტორანში ახლა უკეთესი სუფრა გაიშალა უფრო მეტი იყვნენ მოიხინეს კარგად იქეიფეს ბიჭებმა და ისევ გადახდის რომ მოვიდა და გამოეყო ახლა ეს ვიღაც კიდე და ეუბნება ხა რამდენი გვაქვს 5 და 50 ცოტა წაუმატა ახლა და დააბევრი იყო ხო და და 5 და 50 რას ლაპარაკობ არა იქნება არ იქნება ნუ ანუ გადაიხადე 5 და 50 ახლა ისევ ბრუგაჟღერდა ახლა ეს ამბავი და თვად ბევრი შეიკრიბდნენ და კიდე წავიდნენ რესტორანში და კიდე უკეთესი სუფრა გაიშალა და ბოლო ახლა რამდენია დღეს მაინცო და ახლა 6 და 50 არაო ახლა ყველაფერია ეს ხო ახლა ამ სუფრის რეალური ფასი არ არისო ეს ჩვენ კი ვიცით მაგრამ რა ხდება ის მაინც გაგვაგებიეთო რა რატო ვიხდით ასეთ მიზერულ თანხასა საერთოდ რა არის ეს რა გითხრა იციო ჩემო ძმაო ამ რესტორნის დირექტორსო დედაჩემი ყავს ქობულეთში წაყვანილი რო ჩამოვაო მაგას ვანახებ მე დედის მოყარაფერი უნდაო მოხუცი ბებო მგზავრობს ჩვენთან ერთად ისა 50 თეთრიანი მარშრუტით იმიტომ რომ ქუთაისში ყველა მარშრუტკა და ავტობუსი ღირდა ადრე და სულ 40 თეთრი ყველა ღირდა 50 ღირს 100 ნომერი იმიტომ რომ ჩქაროსნული აწერია ჩქაროსნული ეს ჩქაროსნული ნიშნავს რომ ჩქარა დადის თუ არ გონი არაჩერებს ყველგან არ ვიცი ახლა ასე ღრმად არა ვარ მაგრამ ჩქაროსნული 50 თეთრი ღირს და 40 ღირს ყველგან ხო და ეს არა ქვია ეს ბებო რომ ჩადის დაუდო 40 თეთრი როგორ ჩანს ის უძახის ეს რა არის ბებო და 40 თეთრიო ესო 50 ღირსო 50 რატო ღირსო მოუბრუნდა იმიტომ რომ ჩქაროსნულიაო მე გევლო ნელა არც და მეჩქარებოდა მე რატო ხარ ჭიჭიგეო 500-ო რა ვერ არ ვქნებიო 500-ო $70000 ვასესხე ბიჭიგეს მაგის დედავატერე $10000 გადავხტე პლასტიკური ოპერაცია გაუკეთებია საცხა დადის ახლა მაგის დედავატერე ლევცნო მაგის წვედეს
თამაში თუ გიყვარს მაგალითად. არა, ფულზე, ისე სხვათა შორის კი, კაზინოში მაქვს რა თამაშები ფულზე. იმიტომ რომ ასეთი გამოთქმა არსებობს, ვინც პირველად მიდის კაზინოში იგებსო. წავედი პირველად და მოვიგე 250 და გავჩერდი იქ. აღარ წავედი მეორედ და სხვა შორის მე მგონი ერთ-ერთი კაცი ვარ საქართველოში, ვინც უგებს კაზინოს. იმიტომ რომ ის რა ქვია, არ არსებობს ახლა ეს კაზინო არის ქუთაისის მახლობლად ქვიტირთან, სადაც მოვიგე და იქედან ამბობენ რომ ჩამოვა ვარიანტი არაო, ვინც ჩამოვა ლიკლიგაძეო და მელოდებიან უკვე 5 წელია და შენა ჩავსულა, ჩამოვა ვარიანტი არა, მაგ წააგებს და მეცაცო და სხვათა შორის იმ დღეს კაზინოში რომ ვიყავი შემოვიდა ერთი კაცი, წყალდუბლელი კაცი იყო, ეს გლეხი იყო, ან გლეხი რა ფერმერი ქვია ხა დღეს თუ რა ქვია. ხელებზე ეთყობოდა რომ შრომელი კაცი იყო, რაღაცა თოხი ქონდა, ახალი მინაყუდები, ასე ვთქვათ, იქვე კაზინოსთან და შემოვიდა და ისა რულეტკა მინდა ვითამაშო და ისა ქვია და შემეცოდა ახლა ეს კაცი მე მეთქი ახლა რაც თელი ცხოვრება მწვანილი გაღიდა, დატოვებს 15 წუთში ახლა ამ კაზინოში თქო და და იქ სამ და დაატრიალეს ახლა და 22-ზე დადო ერთი ისა რა ქვია, ფიშკა თუ რა ქვია მაგას ხო, ერთი ხო და დადო 22-ზე და არ დაჯდა 22 და 36 ჯერ მრავლდება $5 ფიჩკას რაღაცა ხო კი ბატონო ასე რა გაგწოდნია ხო $180 მოიგო იმ წუთში $5 მეორე რო დაატრიალეს უკვე ამან ამ რაღაცა 5-6 ერთად დადო კიდე 22-ზე უნდა დავდო ნუ ახლა რა გითხრათ ეს ხა შენ გიგეცოდინება ციფრს რო იტყვი და კიდე განმეორებით ეს 100 წელიწადში ერთხელ მეორდება ნუ ძალიან იშვიათად მეორდება იშვიათად მეორდა ხო უკვე ბევრი დადო და ნუ შემეცოდა ახლა და ისა 22 დაიუძე ბოლოფსონები დაიძახეს და 22 დადო კიდე ამ კაცმა დადო 22 და არ დაჯდა კიდე 22 ნუ სასწაული მოხდა 22 ახლა უკვე მოიგო $1000-მდე თუ მეტი არ ვიცი რაღაცა იქ ერთი 200-მდე მოგებული ქონდა ერთი $1200 მოიგო ამ კაცმა 30 წამში ჩამოვიდა მენეჯერი ხო და ეს ეუბნება რომ 22-ზეო რატო დეფო 22-ზეო რა არის დაინტერესდა ახლა დაინტერესე ჩვენ და ყველა უსმენთ ამ კაცს 22-ზეო რა გითხრათ იციო ორი შვილი მყავს ერთი არის 3 წლის და მეორე არის 7 წლისა. 3 ჯერ 7 ხო არის 22-ო. ამბობს ეს კაცი. 3 ჯერ 7 22 კი არა 21-ია, მაგრამ ახლა რაღა აზრი აქვს შენი მათემატიკის პროფესორი. მახსოვს სტუდენტებს შენ ქუთაისში შევეხები ახლა. მიდი აბა. ქუთაისი და სტუდენტების პერიოდია და ქუთაისთან მოყვები ავტობუსები გამოდიოდა მაშინ სადგურიდან და 50 კაციანი ეს ავტობუსი წვიმა გარეთ საჩამოდის ძირს. ხო. ვზივართ არ მევიდა არავინ ახ თბილისში წამოვსდნენ. ხო და ვზივართ მე მძღოლი წინ, თავისთავად წინ ის და მძღოლი და ორი ქუთაისელის ის უკან 59 და 50 ადგილზე. დაჩლილი აქვს სუფრა და იმელება რო ვიციეთ, კირინგი უბერავე, სვამე. ბიჭო წამოვიდე ეს ავტობუსი გარეთ წვიმად საჩამოდის ის და მძღოლ ხალხი არ ყავს თბილისსა და ამ თერჯოლას ესტაფოში თუ სადმე ხვარი თხიანი გოჭი ქათმიანი უბერა ხა შემოყარა უკან სუღალა დარბის ღორი ასე დარბის გოჭი ასე დარბის ხასე გარბის და ეს ქუთაისლები თვალებიან და ხარაგოულში ვარ სადღაც უბისასთან და ის დათხრა ერთ ქუთაისზე და შოფერი ხუზახი უკრიდა შოფერი დაიღო ბიჭო აბა გახედა ეს ავტობუსია თუ ნოესკიდობანი შენი ერთი ხოც რას მეუბნება ჩემი ცოლის და დავატირეო იმნაირ ზვირიანი ყვავილები მაყიდეო რომ შევდითო მიცვალებულმა გამოგვართო მაგის არის სისტემავე სერგეი გაჭუმდა გასუმბოზო მაგრამ და შეყვან ლექციებზე ვასწრებდით და ვხადაობდით და თუ ვინმე იყო ვერხუშკა ინსტიტუტის ნოდარა ვალიშვილი ნუ ჩიჟავაძე ბენი ათხილავა ოლეგი ავაშაკიძე და სიგარეტის მოწევაზე რო რიცხავდნენ ხალხს და ერთი სული რო ხონდა თუ უნდა მოწევდა ნამნაირ ხალხი და შეკრებილი არიან და 40 დასვენება იყო ინსტიტუტში 12 20 წუთი წყებოდა პირველ სოციალურ თავიდან მევიდა სერგეი შენ გაგიმარდა ჩამეიკრება ოფშიაკის ფული თუ მან ოჯახი სერგეიას მეტი მომთხარი სასტავთან თქვა ჩვენ გავართ ამ სასადილოსთან და ველოდებით რასიზმ სერგეიამ მიაჭრა სერგეიამ მივიდა ვალიშვილთან უყურას და ბებია შენისა ტრაკმა და თქვენ ხართ ვიღაც სირი და გამოყალეო შემოვრდა ნუ თქვენ კიდე ქალბატონო ბოზი და ჩათალახი თუ არა ხარ ამ სილს რა თუსმეთ და შემოგვიბრდა ჩვენ როგორი იყო ბიჭებო კოჩებო თვალო როგორი იყო ჩემს მეზობელზე და თავცარი ბიჭია ხა არ მიწყდეს მე მგონი და ერთი სიტყვით ადრე სხვანაირი ცხოვრები ცხოვრობდა და ერთი ორი კაცი რო მოკვდა შემოაკვდა
მე რაღაც აუგზალეს, ისენიც აუგზალეს, და ნუ ერთი სიტყვით ბატონო დაიწყო. რა ქვია მაგ მომსახურებას მე არ ვიცი, მაგრამ რო გადაიცვლება მიცვალებული და რო პარსავენ და ბანენ, ამას საქმე მე არ ვიცი. და ეს დაიწყო. და ბაბიოსნება. ის არ ეშინოდა? იმიტომ რომ ახლოს იყო კრებთან და გავიგე და ეს დაიწყო კარგად. დაიწყო და ახლა ეს პოლიფული რო ქონოდა, როგორც სიტყვია, ხო? აი ყველაფერი რო ქონოდა, ადგა და მანქანაც იყიდა. მაგრამ ესე იგი, როგორ იყო, იცი? მიქელ გაბრიელამდე ეს ამას მიყავდა. შუამავალი ეგია. შუამავალი. აქედან იქამ. ხოდა დაიწყო. და ნუ 1-5 წლის დაწყებული აქ და დაურეკეს ტელეფონზე. გამარჯობოთ. სახელს არ ვიტყვი. გამარჯობოთ და კი ბატონო. ასე და ასე ნინოშვილის ქუჩაზე გარდაიცვალა ქალი და მობძანითო თქვენ გენაცვალეთო რომ აი ეს გააპატიოსნოთ ეს ქალიო თუ რაღაცა დაბანო თუ როგორც არის და მივიდა ჩtildeში მიაყენა მანქანა და დააყენა გადმოვიდა ჭიშკარი როგორც შეაღო ჭიშკარი და ვიღაცამ სუქანი ქალი გადმოხდა და ხელზე ეცდა შეშინებულია კაცო მტრის არ ეშინია მაგრამ იყო ქალების ეშინია რა ასე მოკითხე ზოი ბიჭო შენო არ ვიციო შენო ბიჭო როგორი ტკივილით როგორ დამყავდა ვიციო 15 კაცი არ გადავიდო და გადაღმა აქვე გააკეთებდა დაიგეთ გაბატონო თქვენი ჭირიმეო დავიგეთ მივხედავთ არ არის პრობლემა და როგორც კი გაუშვა ხელი და მეორე მსუქანი ქალი და ვიცი დაყოფილა ვიცი და პედაგოგი ქალი იყო მაგის ლიანათო მაგის მოსწავლეები დაფარისავსებია სასაულიგან დაიგი გაბატონო თქვენი ჭირიმეთ მოდის გიხსნი ახლა მაცადე დიძალ მივიყვანე მაგ დრამდე ჟამოწია ხელი და კიდე ერთი ნაბიჯი რო გადადგა და სიმაგრე იგრძნომ კლავში და ამ რომელიღაცის ამ ორი დის ქმარი სიძე ჯომისინო ხოსი დედრი იყო ეს დედაფეთი ხოსი დედრი სხვანაირი გული და სხვანაირად მიყვა თელი ჩემი საზმაკაცო ბიჭო ამას იფიცებდა მაგის რაღაცა უნდა დამახმარ ამბობა ბოლო შენი სათქმელია ბოლოო რა ერთი ძამი შემოძამიკო გამიშველი ბიჭო მე დასაბანად მომიყვანე და თუ მირიგებთ ამ რაცი ასე რანაირ პანაშვილი მაგის ნახული ესე იგი მიცვალებული ჭირისუფალი არიჯდა და კუტარის ასე ქონდა ყობოდან ხელი ამოწეული და მე ხვდები არავინ არ გავდა ხო მედია სკოლაში მივდივარ მარშრუტკით მივდივარ ხოლმე ისა რა ქვია ხო აი ეს მარშრუტკები საერთოდ არის ამოუწურავი მადანი ქუთაისური იუმორის რო გააჩერდება მარშრუტკა უნდა ნახო რა ჭიდავია ვინ გადავა ბოლოს არის ერთი ამბავი რომ ბოლოში გადახვიდე იმიტომ რომ ვინც თავში აღმოჩნდება ქუთაისში ყველას იცნობს ხო და მე უნდა გადავუხადო ფულ თელ მარშრუტკას ამიტომ ერთი ამბავია ვინ გადავა ან ისა რა ქვია ხო ვინ გადავა ბოლოში ან ის რო არის რა ქვია ის მეგრელი ქალბატონი ის გვარამიან ცემაო რო ის ან ისეთ უნდა ჩაატარო მოიმდავნო თა ვითო ვერ ხედავ გასწორდეს რომელ გულს წარმოადგენ მე იშვიათი იმერლები ანუ ეს არის ქუთაისი, ხო? ქუთაისი. დიდი ხანია რა ქუთაისში ხარ? 5 წელი ვარ ქუთაისში. და მითხარი როგორია შენ და ქუთაისის ურთიერთობა? ოუф, ძალიან სასწაული მაგარია. არაფერი, დედა, არაფერი, რაფერ არ უნდა იცოდე, დედა. ცეკვა არა, სიმღერა არა, პიანინოზე დაკვრა არა, გიტარაზე დაკვრა არა, კალადბუთი არა, არაფერი, დედა. არაფერი შვილო. ბიჭო, დედა ჩემი მოცეკვავე იყო. მამა ჩემი მომღერალი იყო. ყველა ვცეკვავდით, ყველა ვღეროდით შარიკაც, შვილო, შარიკამაც იცოდა ცეკვავს მომღერა ოჯახ. შარიკამაც. თქვენ ამასწინათ გააცხადე, გამოდო ფეხი, ასე რომ წევიდა კოჭკობით, მე ვაჭარობი სილეთებს საკეთებ და ტუალეტამდე სულ კაში დაგუჭირდა. იცინე ხო? აბაშიდან ახლა სენაკის მარშრუტკა მოდიოდა და დაუქნია ხელი გავაჩერე ჩავჯექი ახლა და იქ ვიღაც კაცი იჯდა 50 წლამდე და ნასვამი იყო ეთყობა და ხე ისედაც ნასვამი იყო ნუ რაღაცა ყვირის რა რომ ისა მაგას ქურდულ მოწოდებებს აკეთებს როგორ ყვირი ხო აი ქურდებს გაუმარჯოს
ჟიზვარამ ქურდული არის ნეობა დიდება ქურდებს ნეობა ყვირის მარტოა ყვირისთან შეწუხდა ხალხი შეწუხდი მეც ხო ხა მაგრამ მე ვიმკითხავდა პირდაპირ ყვირილის ატეხოს უკვე მოყვებოდა ეს ხალხი მაგრამ ძალიან შეწუხდა ყველა ეხა ისა და არ ჩერდება რა გაგძელებს კიდე და ქურდული არის ნეობა ჩამოვედით სამტრედიამდე ყვირის ქურდული არის ნეობა ხავის უკვე გაუსაძლისია უკვე ამ კაცის აქციელი და ისა ნუ ძალიან დიდი მოდიში მძღოლს დაუძახე რა უკაცრავად მე ვუთხარი ან ეს კაცი გააჩერეთ ან მანქანა გააჩერეთ ან ეს კაცი დატოვეთ ან ჩვენ დაგტოვეთ რაღაცა ქენი მე ვუთხარ რა უბედურება ეს ისა არ ჩერდება ოღონ ხავის უკვე მაგრამ ხო და გააჩერა მარშრუტკა ამ კაცმა როგორ შესამასაც ამოუვიდა მანამდე ხელში არის გააჩერა მარშრუტი და მოუბრუნდა და ბიძა კაცო ოე დაუძახა ეს ვეღარ აჩერეს რა და შენი სახსენებელია ქურდები ამგენთან 1000 ბოზიმიზის ბატონო კიდე ჩვენ გაგვლაძღა ამ კაც ნუ ხამან ნუ შენზე არ ვამბობო რა უცე გამოვაკეთე ხოლმე 1000 ბოზიმ გზავრობს ამ მარშრუტკაში რა თმიდა ნუ კაცმა გადაწყვიტა რომ ეს ქურდების სცენება არ მომწონდა მე და ამიტომა ჩვენ გაგვლაძღა ყველა ბოლოში გამარჯობა ჩემი სახელი არის ალექსი მასწავლებელი დამარქვია აქიც იმიტომ ჩემი ნამდვილი სახელი არის ვანდონგ მა არის გვარი მაგრამ ბავშვები მაგაცები ჩემი ეზარება ვანდონგი რომ იწახოს აქ ვერ დავიმახსოვრეო და უთხარი ჩემ მასწავლებლად და ალექსი დაარქვია ალექსი ვარ რა თქმა უნდა ამას წინ ჩვენმა მეგობარმა საცოლე გაგვაცნო თუ ცოლია უკვე არ ვიცი ზუსტად ხო და ისა სად გაიცანია ეუბნება ძალიან პირდაპირ ეუბნება ისეთი იუმორი აქვს რა გამგმირავი და სად გაიცანიო და ბულვარში აგერ ლამპიონებთან და უი ყველა ჩამქრალი იყო უცხო ბიჭები შემოვიდნენ ქუთაისში რესტორანში და აფიციანტი ბიჭი მოგზალებულად დარბის მამუკაცერი და ავაღადავოთო რა ეს ბავშვი მოდი ბიჭო აგერ შენო საიგაკის გულგვიზლი გაქო რაზე ბატონო ლაბორატორი რამდენი პორცია კიდევ გაგიჟდნენ ესენ ვერაფერს ვერ უშვები და უძახე მოდი ბიჭო აგერო დელფინის უკანა ნაწილს გადანახსნელიო შენ ბაჟი ჩაგვილაგებ ხო რაზე ბატონო ლაბორატორი მოხ რამდენი გაგიჟდნენ ეს რა რესტორანში მოხდით მოდი ბიჭო აგერო მესამე ოძახის შენ რო კენგურუსო ჩანთარო აქვს წინო ქვედა ნაწილის ანტრიკოტს გავიგეთებ ხო რაზეა ბატონო ლაბორატორი რამდენი პორცია კიდევ ყველაზე და შენ გავიხადე ბიჭო აქეთო შენ გონია გვიღადავი ბიჭო მე დავიწყე თქვენი ონისემ გადაწყვიტა რომ ეკურთხებინა სახლი და მიიყვანა მამაო სახლში რომ მამაო რაღაც სახლი მიკურთხეო დიდი სახლი აქვს საკმაოდ დიდი საკუთარ სახლში ცხოვრობს ქუთაისში და დაათვალიერა მამაო სახლი და ათვალიერებს ოთახებს და ესო დიდი ოთახიო ეს 1.50 კვადრატი მაინც იქნებაო უყურებს მამაო და ეს 50 ლარი დაგიჯდება და დანარჩენებს 30-ში გაგიკეთებოდა ონისემ გადახედ გადმოხედა სახს უხერხულებისგან და მამაო თქვენ მაგურთხებთ თუ სტიაშკას მისხავთ 90 ანი წლებია ინგრევა ქვეყანა არაშუქი არა ფული არა ისა ნუ რაღაცა ღამის 12 დაიწყო უკვე ძლივ ჩავწერეთ გადაცემა იმიტომ რომ მაშინ პირდაპირ ეთერი არ იყო სხვა დრო იყო არ იყო ესეთ ტექნოლოგიები განვითარებული და დააღლილი ხანხმა არა ხან მიკროფონი გაგვიჭდა ხან მიცხას დედამერტმა ხან დენი წავიდა ხან მოვიდა უბრალოდ დენის გამო და დღის 3 საათზე დაწყებული გადაცემა ჩაწერა და ვამტავრეთ რაღაც იქნა 12-ის ნახევარზე იმიტომ მეორე დღეს მაგავიდეს გადაცემა ეღოდება ქართველი მაყურებელი და გამოვიდა დააღლილი მაშინ კინო საქართველოში იყო ეს ჩვენი ტელევიზია გამოვიდა დააღლილი და დავგექი საფრთხის ასაფრთხოებთან იქ გასტრონომთან და ნუ რა თქმა უნდა მოგეხსენებათ ისა მაშინაც კი ცნობილი ჟურნალისტი გახდით ისა გარემოსდაცვის მინისტრ ქალბატონი ხათუნა მაჩუკა თავად და ისა დავდექი ახლა რომ პირველი მანქანა მიჩერებს იმიტომ რომ მიცნობს თელი ქუთაისი ახლა თელი საქართველო მაშინ თელი ქუთაისი და ისა გააჩერა მაშინ შევხედე რომ მანუჩარას მანქანა და კიდე არც გამიხედე არ მომხდე ჩავჯექი შევხედე წინ ჩაჯმაიჯი და აქეთ ისა რომეო და ისა მანუჩარა ისა რა ქვია არაბიძე ჩავჯექი და აი რა გამოიარეთ მე ვთხარი უცა დააღლილი ვარ ესე დალეწილი ვერ წავედი ფეხით სახში ესე ძეგაძილო შიმშილი ამიყვანეთ მე ვთხარი სახში და ხო და ეს არა ქვია წამიყვანეს და რაღაცა გადაუპუტუნეს ერთმანეთს და ატეხეს სიცილი ნახე მიჩვეული ვარ საერთოდ პირადი შეურაცხყოფის ხარჯზე აფიცილებ ჩემი რაღაცების უმრავლესობის საქმეები არიან ჩემი რაღაცები ხო და ეს არა ქვია და მაინცები ახლა ყურადღება და
ბოდიში და მანამდე როგორ მოდიოდი მითხარი შუაღამეზე რომ მოდიოდი ის უნდა მოყვარო. სიგარეტები, ორი სიგარეტი. როგორ მოდიოდი? ხო, ის დროა, კაროჩე, ეს აღარ დეტალები, ახლა ის დროა, რომ ისა ორი სიგარეტი დადიხარ, საერთოდ იმიტომ ერთ მოკიდე ერთ უწევი მეორე არსება. სიბნელე ვითომ ვითომ აღარი მომოვა, თამ ლაბარაკო. მაგრამ იქნებოდი გურკას ხდიდნენ ის პერიოდია. დავდიოდი ორი მოკიდებული სიგარეტით. ვითომ აღხა ვიღაცა. ხონდა ესა რა ქვია? ხონდა ესა. ტრას ბუტონობენ გასცნენ საფიჩხიას და დაეშვენ წყალთელავებში. სად მიდიხართ მე ვხარ და კაროჩე ბენზინის ფული გვაქვს ასაღები წყალთელაზეო და დავიჯერე იმდენად რამდენადაც რომ ბენზინები ჩამოქონდათ მაშინ ოსეთიდან. ხო და ამათ შეიჩობდნენ და აბარებდნენ ისა რა ქვია. ხო და აბარებდნენ ხოლმე ამ იმას ბენზინზე. კაი მე ვხარ იქ დაგეტოვებიე ჯერე ხარ ამინდა წყალთელაზ. მე ვიდეო 2 წუთში ამოგიყვანთ უკანო მითხრეს და კაი ახლა რა ამშვენებია. გასცენ წყალთელაზ კიდე იცინიან. ხო და სად მიდიხართ მე ვთქარი მე ვთქარა აუ კაროჩე როგორ თქვა ხა სიმონეთის ტექსზე გვაქვს ასაღებიო ესა რა ქვია მე აკინცელი კაროჩე ესა სიმონეთის ტექსზე გვაქვს ასაღებიო ბენზინიო ახლა ხო გაგიჟდებოდიო და აუ გიჟდებოდი ახლა გავიჟდები მე ვთქარი თქვენ შიგ რა მინდა სიმონეთში მე ვთქარი დაგეტო დააღლილი ვარ ხო მე ვთქარი აი ატრაკებთ ახლა რა სიმონეთ ნუ კაი ახლა რა მნიშვნელობა აქვს ახლა მოხდები თუ რასთან და გასცენ სიმონეთს და იხევიან სიცილით კიდე და ნახო, ნუ ხვდები რომ მეკაიფებიან რაღაცას და მაგრამ ბენზინი ისეჭირს და ფული ისეჭირს ახლა მე კი მაღადაებენ ეგენი თელი ცხოვრება თავიჭვირი ისე მე მაღადაებ თელი ცხოვრება ამათ ყველას და ამიტომ ამწარებდნენ ხოლმე მე მოუჭიტყნები გადმოგდები მაგაინ და ხო ძი ერთ ვერ გიჩვენებენ რა ხო და ისა მენი ვიმოგერებ ხო ხო და მე თქვენს რომ ისა რა ქვია ფიქრობ ახლა ნუ საქამდე გაგრძელდება მოდი кайფი რომ ესაში არ მიყვანონ და მიდის მანქანა დავაი წადით მე ვხარი წადით თქვენი დედაც მოხარ მე მოვიდათ ხო და მიდი და გავსვით ზესტაფონს, გავსვით ხარაგაულს, პატარა გვირაბი, მეორე პატარა გვირაბი, დიდი გვირაბი. სად მიდიხარ ხალხო მე ვთხარი. თქვენ შიგ ვარა რა გინდა? იხევიან კიდე სიცილით და კაროჩე გავსვით სურავი, ხაშური, შმაშური, რა ქვია იმას გორამდე კაროჩე. მიდია გადაუხვიეს რაღაცა გადავედით ჩიხებით და სოფლებით და ეგ მივადებით რაღა ტრაფარეს და გააჭერეს, მაგრამ მიანათეს და წაიგითხენ აწერიაო და წავიკითხე ქართულად ცხინვალი, რუსულად ცხინვალს ამიზრო. ეში ხო არა რა მე ვთხარი. აქ ჩვენი ქვეყნის იურისდიქცია არ ვრცელდება რა არის ჩვენ ხარ. უნდა კაროჩე გატაცებული ხარ ოსეთში. ბიჭო ხო არა ანძრეთ მე ვთხარი გატაცებული. რა მინდა ოსეთში. ვაი ფიქრო წავსული ხარ ხოხვი დაწოლილი. ხოიდოდი დილამდე საბიჭიაზე თელწოლა ფეხი დავდივარ რაჯანდაბა დამაგენა იქ მაგაზე დაჭერებდა. კაროჩე დააწვეს ეს და უცებ რუსეთის რაღაცა ბლოკპოსტი შევხვდათ და გააჩერეთ თუ არ გააჩერეს და მოუხდეს ორი ბეტე. ორი ბეტერები გაბიო მანქანაში. ვაი შემეშინდა ჩავიჯვე ხო ნამდვილად ჩავიჯვე. ვაი რა მინდოდა ვინა თქვენი დედაში რა მინდოდა მე ვხარ რა ოსეთში ვარ უკვე იქ ტრაფარეს გავწვი მოუხდეს ორი ბეტერი ტანკი მომწეს ხალხო ულულო ტანკი გავიგე კაროჩე ამეთა ახლა აღარა იმის რომ ამათი ლანძღვის ამათი რატო წამომიყვანეს რაღაცა ხო აი ძევლათაყვანთა სინდრომი დამებარდა რა იგი გადავედი იმგენისკენ გადაცემებისკენ და აბა ბიჭებო მიაწევი დაგევა გადავდე სარკე სავარცხე რაღაც უნდა გავიქცეთ ეხლა გავიქცეთ შევარდით ტყეში ჩავაქრეთ ჩუქები და დავდუმდით გაივინა ერთი ბეტერი ორი ბეტერი გახუსდა ცხინვალისკენ და ახ მალადეც ვიქო მანუჩა რაჭკვიანი ხარ მანამდე ყოლანძღავ თელიგზე რაჭკვიანი ხარ ამას მერც ვერ მოვიფიქრებდი იმიტომ რომ რაღაცა ჩემი გქონდა ხა აი მოგეხსენება აღარ უნდა ნუ გავჩერდებით დიდი ისტორია ისედაც ხოდა აუ ყოჩა მანუჩარია საჭეს ყოჩა ვეუბნები რომ всё წავიდნენ ისინი მიუგუნდებით ახლა ასე მგონია რაღაცა და თუნდაც მგონია ყოველ შემთხვევაში ხოდა ამ დროს საკარემინასთან მიკაკუნებს ერთაც ბიჭი წვერებენ და ზდაროვა ქართველები ხართ ხო? დიახ? ეში, სიბნელეში, ღამეში. ალბათ ბენზინზე ან წამალზე ხართ ჩამოსული. კი, მასია ვუხდება. გამწიეთ სიმალისკენ, მეც მაგეთ მოდივარ ქალაქშიო. ნუ ახლა ვიცი რომ მანქანა წავგვართოს ყაჩაღები ავტომატიკი დებამდე რაღაც აკეთებ და კი ჩემი ძმაო უთხრა
მაგრამ აქედან გარება ეხლა მოუარე იქედანო. მოულიო, მოუარა იმანაც და რომ ამუშავა მანუჩარ ამასობაში მაგან და გააქოს და გაითავდოთ იგი დღეში და ვაიმე მანუჩარ მართლა რაჭკვიანი ხარ. გამოგაფიქრა მაგე. ვაიმე რაჭკვიანი ხარ მანუჩარ. გენაცვალებსო და გავბივარ, მიურბივარ, მიფრივარ და შევედი ცხინვალში გამოჩნდა შუქი რაღაცა თუმცა ეს რაღაც ცხინვალი რა არის ახლა ნუ გინახავთ ხო ხარაგაური ხონი რაც გამდარი ხო და ეს არაფერია და რაღაცა ნუ ქალაქია ყოველ შემთხვევაში რაღაცა ვიღაცა ადამიანი გამოჩნდა ვიღაცა რაღაცა გამოჩნდა ხო რაღაცა შუაღამია რაღაც აუ მაინც ქალაქში ხარ ბოლო თუ გაგვაჩერებენ თუ გადმოყრიან თუ მოკლავენ შევეხვეწე მაგდენრუსული ქერითი გადმევედი თქვენკენ ჯაშუში ვარ მილდა შევეცი ქართველები კი არა ოსი მყავს დედა ან მამა ან რაღაცა და თუ გადმევიპარეო დღესასაგებლად გადმევედი ნუ ხა ადამიანი თვითონ სამწუხაროდ მისავე გადაჩენაზე ეს ყველასია ხო და всё უკვე რომ მინდა გადავიდე იმე აღარ ვჩივა ადამიანებთან რომ ტყეში რა მინდოდა იმ კვლევდა შეერულ კაცთან უკვე მაინც პოზიტივია ასე თუ ისე და პოზიტივი და რაღაც საჯვარედინზე ვარ ცხინვალში ერთი მანქანა მოდის აქედან ტანკი მოდის აქედან რუსის ჯარი მოდის აქედან რუსები მოდიან იქედან და რაღაცა ორი გაის მანქანა თუ რაღაცა აქედან და გადავკეტენ და ბრახტა გავჩერდით შენ ედაგვათ მოხდა გავჩერდით ის უნდა ახლა შენ რას მეიგორე ის უნდა შენი აპირისო და იმიგაძე კაცო ყველერი ჯულის ოსი რუსი რაღაცა ავტომატებით ხალხი და დგას ასე წინ კაპოტთან ერთი კაცი ვიღურებს გადმოდი თქვენ და შევეცი მანქანიდან ისო არელუ არ ვიცი ჩაჭო არ ვიცი მე არ ვიცი ისა იმიტომ რომ ისტორია შემოინახა ესე დაბლებული ვიყავით სამივე რაღაცამ თქვა შეიძლება მე ხო და გადმოდი მანქანიდან თქვენ და შევეცი ზახის აი ისო რა თორიებს სამ იგი არა ეშლო და თორე იგია დახვდა ხო ქართველი ვიყავით ეში როგორ დამტოვეთ ეხლა თქვენ მოგიწევთ ის მუდას უყელას თქვენი ხარ აკუცა თქვენი შეეული პრეზიდენტი ნაწილი ყური იქნება ბიძახის რა მართლაც უდაბა აი დამიჯერე ხო ხანდახან ახლა ბოლო ადამიანი ბოლო გაბუჯებული საათი მაინც აჩვენებს 20 საათში ერთხელ მაინც ორ დროს ხო ორჯერ ხო და აი მართლაც უდაბა და უკან ხო ვეჯედი და მე და დავუმატებდი შევიდა მართლა ეს მივესვენ ჩავწეკი და სიდენია ძალიან სულ დავიმალე სუდარ გავხდი შევწუხდი რა როჩი რა იყოს ამის და ხო დაიმალებო მომო ისალა ხო ესა და გადმოდით მაგალითად და გადმოვიდა ორი რაზრი გადმოვიდა და ხო და მეო ბიჭო ჯი ქართულად დაგელაპარაკე შენი დედა შევეცი მეორე შენ რა გამიგე ვინ აგლახავე შენ შენი დედა მოყეთ სისხლები მან შენასწრიდან დაუჩა ხელები კარია ესე იგაცგებია ოე ლაშო და მანუჩა სისხლი მესხაინა საქარებინა მე ვაგდი ვარ რაღაცა და აქეთ მან ლაკია დედა მღავტარი დედის კუბოლენ და მაქსადიდან ერთი პირამიდო ჩამოვედი მეთქი ბეზის გავღე შენი დედა შენი კარი შენი ცოცხალი უცხარე კლუჯ მიდის ანაეკრა იცი დამკაცრა თარო მე ვაკონტროლებ ოსები რუსები ამას დედა შევედი ამას მე ვაკონტროლებ აკო ვიღაც აი კლიჩკა იყო აღარ მახსოვს გეგამიცი სიკვდილა თუ რაღაცა იყო რომელიც გაკონტროლებდა ქართველი რუსებს ოსები მაგარი იყო რა ვიღაცა ხო არის ხო ვიღაც მაგარი ქართველი ხო რუსეთს რაღაცა მაგარი რაღაცა ხო და ეს როგორ ქართული როგორ იქნება ქართულად დაგელაპარაკებო ბიჭო წეში როგორ დაანტოვეთ მინდა შედა ურთხავს ორივეს კაროჩე და ეხლა მოსა ქართველი რო ვარო რა ეთნიკურად ქართველი ვარო და პროსტ აქ როგორ ჩაგხოცო თქვენი დედა მოთხარი მეო ხო მაგრამ ამათ უბრალოდ ჩვენ შეგვეშინდა ჩვენ გონა მაგანაც წაგვართმევდით მოკლავდით არა ყველა მართლა შეგვეშინდა ანუ არაკაცურად კი არ მოვიქეცით შეგვეშინდა ლაჭრები ვარ ჩვენი და შევეცი შენ შეეცი ნუ კაროჩე ამ კაცმა რაღაცა გვაპატიო დავაეხა კეჯი და კედარი რა ხარ დავარაჩვა მიდივარ გაჯი და ეხლავე მიდივარ შენ მაგანაში და
მაგარი ჩაწოლი. ხა თული კრიკაძე შენ და შენ. თელი ცხოვრება ყველაფრიდან როგორ უნდა გამოძურე. აი ყველაფრიდან პროსტა გამიგე. ხმაურია შემო. და გოჩდებიან, ხო და მანუ ჩარას და ხა ბოლოს მაგაცებია ჩემ ტრები ხოლმე და არა მოგო მიჭე და არა ვიცი ხო და ჩაჟეკი გეუნე ასე ბუტბუტობს და იგე. ხო და მოიხურეს კარებები და მოიცა ქაისახალი მაგა. ეს მოიცა ვის მოწონდა. ის მესამე დღეს არ არის. მართლა მოუკვდი რა. კინოში რა ხოცაზე რო ესვენ რო გავარდება. რა ნიშნულობა გავარდება ხოლმე. დათო ბუდიში. ეხლა რეალურად წარმოიდგინე რა, აი რუსეთში ხარ და მესამე დღეს. ის მესამე დღეს არ არის ხო? ასე არა, დამალოს მოდიან როგორ კარებს აღებენ და ასე რო გავარე. არები და ხოის ბილოდოსკებში რო ასე რა ნერვოს და შიჭა. ასე ამოვწია ხელი ნენელა და აგერა ის მესამე დღეს. აგერა ის მესამე დღეა და ამა თუ თაგინეს ახლა ოსემა ქართული იცოდა რაღაცა. ნუ აყდა სიცი და დამცინის ტელეოსეთი რუსეთი. ვაუ, იხებია ისე ეკაცი და ეს ვიცინე ხომ ეს უხევშორი ისე. ამოიცა სიცი მეცი და პერა. და დამჩა ხელი გაი. წაგი შენი დედა შევეციო მითხა. ეს მინარია მასხარა გაეთრია კიდე. და ჯავშეთი ასე რაღაც სიცი. აროჩე ასე იყო თუ ისე იყო გადავჭი წამოვედით და ახლა ესენი ერთი სული აქვს როდის ჩავალ ბისტროსთან მაშინ ბისტროს პონტი იყო ახლა ყველას გვახსოვს ეს პერიოდი იქ იგრიბე ბათელი ქუთაისი და ერთი სული აქვს როდის მოყვებიან ის მესამე დღეს არა და შევიხელი ერთი ეგირევა ის მესამე დღეს ეს უნდა მოყვნენ ახლა ქუთაისში ეს უნდა ჯერ გაიგონ ჩემმა დედამოწყმაც მაგაცემნა იგება მოყვეტა ბელას ამაღადაო რაღაცა და ერთი სული აქვს როდის მოყვებიან ამაბავს და რაღაცა უკვე სურამში ვარ რაღაცა და ერთ რომევედი ცოტა აზზე და გამევერკვიებ და გევიდახე ერთი წუთით მეუთხარი ეს შეცდეთო ერთი წუთით მეუთხარი და რა იყო ისე მესამე დღე რო იგითა პირველი ორი ვინი